ეს ქვეყანა ჩვენია, ეს ჩემი მანიფესტია. ეს ქვეყანა ჩვენია. ჩვენი რომ არ იყოს, არავინ შეეცდებოდა მის წართმევას. ჩვენი ხმა რომ არ ესმოდეთ, არ შეეცდებოდნენ მის ჩახშობას. ცამდე მართლები რომ არ ვიყოთ, არ დასჭირდებოდათ ამდენი ტყუილი, უზარმაზარი ბინძური პროპაგანდისტული მანქანის შექმნა და მერე ამუშავება. ძალიან ბევრნი რომ არ ვიყოთ, არ დაიწყებდნენ ჩვენ თვლას და მერე ამ გამოთვლილის 10-ზე გაყოფას. ჩვენს ერთად დგომას, უზარმაზარი ძალა რომ არ ჰქონდეს, თავისი უკვე შექმნილი ბინძური მეთოდებით არ შეეცდებოდნენ მთელი ქვეყნის დაქუცმაცებას. პარტიული, გენდერული თუ 1000 სხვა ნიშნით დაყოფას და ჩვენს დარწმუნებას რომ პოლარიზაცია მეფობს და თურმე ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია. ერთმანეთი ასე ძლიერ რომ არ გვიყვარდეს, არ დაგვიწყებდნენ სიძულვილისენით ლაპარაკს და მტკიცებას რომ თითქოს ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს. თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები რომ არ ვიყოთ, არ დაგვარქმევდნენ უსამშობლოს და რადიკალს. ახალგაზრდობა ასეთი გონიერი, ასე ლაღი და მშვენიერი რომ არ იყოს, არ შეეცდებოდნენ მათ გაშავებას, სატანისტების, გარყვნილების 1000 ბინძური რამის დარქმევას და დამცირებას. სტუდენტებს უზარმაზარი ძალა რომ არ გქონდეთ, გასაცოდავებული რექტორები არ შეეცდებოდნენ სამარცხვინო მეთოდებით უნივერსიტეტის შენობებიდან თქვენს გაძევებას, გაყინვას, მოტყუებას და დაშინებას. სამართლიანობის აღდგენის, ასე ძლიერ რომ არ ეშინოდეთ, არ გადააქცევდნენ სასამართლო შენობას საბჭოთა ცირკად და მოსამართლეებს ყვირილის ფონზე, ყურზე კვერცხის ცილა ჩამოკიდებულ მოკეიფე გვამებად. პოლიციელებს ღირსება შელახული რომ არ ჰქონდეთ, არ შეეშინდებოდათ დროშების, ლაზერების, ფერადი პირბადეების, არ იდგებოდნენ დარცხვენილნი, უმოქმედო, ან და შეშინებული ტურების ხროვასავით არ დაესეოდნენ მარტო მდგარ გოგოს, ან ბიჭს საცემრად და მერე დასაკავებლად. მათ რომ ჩვენი სიკვდილამდე არ სხვენოდეთ და ეშინოდეთ, არ დამალავდნენ ვინაობას, არ დაიმალებოდნენ შავი ნიღბების, გაზის, ფარების, იარაღების, სამარცხვინო კანონების, ან და ყალბი მანიაკალური ღიმილის და უფროსობისგან დაზეპირებული ტყუილი მესიჯბოქსების უკან. და ჩვენ, თანადგომა და სოლიდარობა, ერთმანეთზე ზრუნვა რომ არ შეგვეძლოს, არ დაიწყებდნენ ქილიკს რომ თითქოს აზრი არ აქვს არც პროტესტს, არც წინააღმდეგობას და არც გაფიცვას. და კი, ეს ყველაფერი საშიშია. ძალიან საშიში. რომ არ გვეშინოდეს, არ დაგვიცავდნენ ჩვენი მეგობრები მეგობრებს, შვილებს და მშობლებს ფერადი ბოლებით, მაშხალებით და გაზის კაფსულების განეიტრალებისგან დამწვარი ხელებით და ფილტვებით. რომ არ გვეშინოდეს, არ ირბენდნენ დასახიჩრებული და ნაცემი ჟურნალისტები და ოპერატორები ჩვენს დასაცავად. და თავის სიცოცხლის ფასად არ შეეცდებოდნენ ამ ომის გაჩუმებული სახში თბილად ჩაწოლილი ხალხისთვის ჩვენებას. და სიჩუმე. სიჩუმე ყველაზე საშიში იარაღია და სიმართლის დასამარცხებლად. სიჩუმემ გირგვლიანის დედის ცრემლების დროს დღეს შუა უამრავი ცრემლიანი დედა იმ ეგრეთ წოდებულ სასამართლოსთან, რომელშიც ისევ გირგვლიანის მოსამართლემ საჯულობს. სიჩუმე დღეს გადააქცევს ხვალინდელ დღეს კიდევ უფრო უსამართლო, უფრო სასტიკ და უფრო საშიშ რეჟიმად. შენი სიჩუმე გზას გაუხსნის მოძალადე რეჟიმს დაჩაგროს. სცემოს და უსამართლოდ დააკავოს შენი მეგობარი, შვილი ან მშობელი და ვეღარაფერს იზამ მერე მათ გადასარჩენად. ჩვენს მიერ აღქმული წარსული ხან ძალიან საამაყო და ხანაც არც ისე რომ არ იყოს, არ გვეცოდინებოდა დღეს სად ვართ და რა ხდება. და აწმყო ასე რთული და თან შთამაგონებელი რომ არ იყოს, არ გადავიქცეოდით თითოეული მოქალაქე სამშობლოს გადამრჩენელ რიგით ჯარისკაცებად. და რადგან მომავალი ასეთი მკაფიო, ლაღი, ლამაზი, თავისუფალი და სიცოცხლით სავსეა, ღირს რომ არ გაჩვმდე, ღირს ამოიღო ხმა,
რადგან შენი ხმა მშვენიერია. ის ყველას ესმის და ძლიერია. ღირს რომ სიმართლეს თვალი გაუსწორო, იყო მისი მცველი და გამავრცელებელი, რომ მერე ტყუილმა ერთიანად არ გააცამტვეროს შენი ან სხვისი ცხოვრება. ამიტომ ჩაჰკიდე ხელი გვერდით მდგომს, ღრმად ჩაისუნთქე და დაიჯერე რომ შენი სიმართლით, სილაღით და თანადგომით, სხვისგან ნაჩვენების სოლიდარობით, ჩვენთვის უცხო ადამიანებისგან ნაგრძნობის სიყვარულით და შენზე ზრუნვით აუცილებლად დაძლევ შიშს, აუცილებლად დაამარცხებ გამაყრუებელ სიჩუმეს და მიხვდები რომ არაფერია ამაზე ძლიერი, ვერაფერი დაამსხვრევს სიყვარულით, სიმართლით, რწმენით და თანადგომით ნაშენებ ერთობას და ჩვენ აუცილებლად გავარღვევთ ტყუილებით, რკინის გისოსებით შეფუთულ ჭერს და გავიმარჯვებთ, რადგან ეს ქვეყანა ჩვენია. ეს არის ახალი თეატრის მთავარი მანიფესტი. ჩვენ დროებით დავტოვეთ სცენა და გამოვედით ქუჩაში, რადგან სიახლეების დროა ახალი წესებით. აქ დგომა არ იყო ჩვენი არჩევანი. ჩვენ ეს სისტემამ გვაიძულა. თუ შევცვლით სისტემას, შევცვლით მომავალს. მე არ ვარ მარტო. ჩემს გვერდით თქვენ ხართ, ჩემი მეგობრები, ჩვენი მაყურებელი, ჩვენი ძალა ერთობაშია. ჭერს, ნუ ღარ უყურე ჭერს, თუ არ უშვენი თავს, არავინ გაგიხებს გარს, შენ წეს, აღარ ახსოვხარ ჩვენს, შენ დღეს, ვერ გადაგარჩენ სხვა. დაგვაპატიმრეთ, თავისუფლება წაგვართვით, ვერ მოგვერევით, თავისუფლება იწყება ჩვენივით. განა არ მეშინია, მაგრამ ხვდები ახლა სიჩუმე სისტემის მორჩილება, ჩვენი დუმილი, მათი გამარჯვება. მე წამართვეს ხმა, წამართვეს არჩევანი და დუმილის უფლება არ გვაქვს დუმილის უფლება, როცა უფლებებს გვარდმევ. ვერ გაღვიძე მხარს, თუ არ გაძლევ ხელს და არ გადეხავ გარს და მერე თუ არ მიაჭერ გას, ისევ დაგიჭერს ის, ვინც ვერ უშველა თავს, ისევ ვამე ჯვარს, ისევ მოიკლა თავს, ისევ ვიჯდები იქ, სადაც ვამენ ამბნები. მითხარით რამე მელაპარაკეთ, დღეს აუცილებელია დიალოგი. ამოიღეთ ხმა, სისტემა იშლება მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ. უგეშინიათ, რამდენს დაგვიჭერენ? ვერც ერთი ციხე ვერ ჩაახშობს ჩვენს ხმას. ვერც ერთი ციხე ვერ დაიმორჩილებს ჩვენს ნებას. ისე ჩუმად ხართ, ისე გეშინიათ. ხმა მოიღეთ ჩვენ და შევცვალოთ ისტორია. სიზმარში არ ვარ. ეს მართლა ხდება. მოქმედება ხმაზე ძლიერია. უფრო ხმა მაღლა. იმოქმედე თქვენი ხმა. შეცვალეთ თამაში. მიეცით თქვენს ხმას ძალა, თქვენი ხმა თქვენი იარაღია. ჩვენ ვართ ძალა, ჩვენ ვართ ისტორია, ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ისტორიას ქმნის. ჩვენ ვერ გხედავენ, ჩვენი არ ესმით. ესაა მანკიერის სისტემის უსულო სახე. დუმილი თანხმობის ნიშანია. თქვი არა და არა უკანონობას, არა სისტემის მორჩილებას. ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. ვღერით და ვხატავთ მომავალს. ცვლილება, არ გავჩერდები სანამ არ შევცვლი. შევცვალოთ სისტემა არ შევცვლი. გარები, მას უნდა კონდეს შუშა ბანდები. გავდეხარ შუშას, გავიბარები, ვეღარ დამიჭერ შენ. კი, სისტემა უნდა, ყველა მახინჯი სისტემა უნდა დაინგრეს. მაგაზე დიდი სიმართლე არ არსებობს დღეს უბრალოდ. და როგორ უნდა მოხდეს ეგ, მაგაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ვიკამათოთ.
მაგისთვის გამოვიყენებ ზუსტად დღეს ამ მიკროფონს. პირველ რიგში სისტემაზე როცა ვლაპარაკობთ, ალბათ თან განსაკუთრებით როცა ამ პორტრეტის წინ დგახარ, შეუძლებელია რომ ამ დროს სიტყვები არ გაგახსენდეს. ლამაზად თქვა ძალიან და მაგიტო. და იმ სიტუაციაში ყოფი კაცისთვის ალბათ ძნელია ეგრე ლამაზად მოუყარო თავის ათმოს და ეგრე მხატვრულად, მაგრამ ამ დროსგან არ გვიკვირს ნაღდად. კაფკას პროცესს შეადარა, როგორც გახსოვთ ეს სისტემა და ესე იწყება ეს რომანი. ესე იგი, როგორც ჩანს, ვიღაცამ ცილი დასწამა იოზეფ კონს, რადგან არაფერი დაუშავებია და ერთ მშვენიერ დილას მაინც დააპატიმრეს. ხო. რომანი რო ესე იწყება, არ ვიცი, გადავიტანთ რამენაირად, მაგრამ ჩვენი ყველა დილა რო ესე იწყება, მაგასთან შეგუება შეუძლებელია უბრალოდ. მაგიტო ვფიქრობ, რომ სისტემა აუცილებლად უნდა დაინგრეს. იმიტომ რომ წაგვლეკა უკვე ამ რაღაცა უაზრო დაპირებებმა, არაფერს რო არ ეყრდნობა და ამ ბრალდებებმა, ამ სამხილებმა, არარსებულმა სამხილებმა და უსამართლობამ საბოლოო ჯამში. იმ უსამართლობამ, რომელიც ყველას მოგწვდა უკვე და ყველას შეგვეხო. აი მაგიტო ვფიქრობ, რომ სისტემა უნდა დაინგრეს. ეხლა როგორ უნდა მოხდეს ეგ ალბათ შემდეგი საკითხია. იმიტომ რომ როგორც ხედავთ ესე პატარ-პატარა ბრძოლებით და ცალ-ცალკე აგურების გამოცლით ბევრი არაფერი იცვლება, იმიტომ რომ მაგ დროს რასაკეთებენ ხოლმე, იღებენ და ახალი აგურებით ანაცვლებენ ხოლმე. მნიშვნელოვანია რომ აი ეს საყრდენები აღარ კონდეს და ის საყრდენები და სვეტები გამოეცალოს იმ სისტემას. აი ხშირად მახსენდება ხოლმე ზღაპარი კი არა მულტფილმია ეგეთი, ყველა მიცი დარწმუნებული ვარ. იქაც ეგრეა რა, ერთი ხელმწიფე არის თავს გასული და ესე თავის ჭკუაზე იღებს ხოლმე გადაწყვეტილებას და ეგეთ ფრაზას ამბობს. ესე იგი მოსწავლე თუ აჯობებს თავს მოვაჭრი მასწავლებელს და თუ მასწავლებელი აჯობებს მაინც თავს მოვაჭრი მასწავლებელს, იმიტომ რომ აბა ჩემშვილს ხო არ დაუსჯო, ხო გახსოვთ ეგ ფრაზა. აი ზუსტად მაგ აბა ჩემშვილს ხო არ დაუსჯიზე არის აგებული მთელი ფილოსოფია ამ სისტემის. მაგიტო არის მნიშვნელოვანი რომ ხმა ამოვიღოთ და მაგიტო არის მნიშვნელოვანი რომ სამართალს იცავდეს ის ხალხი, ვისი პირდაპირი მოვალეობა არის სამართლის დაცვა. ჩვენ არ უნდა გვიწევდეს ხალხო ეგ. იმიტომ რომ ეგეთ მიდგომას მივყავართ იქამდე და ისე ჩიხამდე, საიდანაც გამარჯვებული ვერ გამოვა უბრალოდ ვერავინ. ვერავინ ვერ იქნება გამარჯვებული და იმას რომ თავი დავუნებოთ, რომ კიდევ უფრო მეტ ბოროტებას შობს ეგეთი მიდგომა. აი მე ხო ვიღაცის სადღაც მოსმენილს ხო არ გიყვებით. მეც ხო ვიყავი დაკავებული. აი პირადად ვნახე. პირადად გავიარე ეგ ყველაფერი და ეგ დანაშაულებრივი ჯაჭვი როგორ არის მოწყობილი, ყველაფერი გავიარე. ნოლიდან ბოლომდე. და პირადად მიწევდა იმ ხალხთან შეხვედრა, აი ტალახში ამოსვლელ ხალხთან. მე ვიყავი უფრო ამოსურელი და ნაფორთხიელები, მაგრამ ის მეტაფორულად ამ დანაშაულში გასვლელ ხალხს გულისხმობ, იმ პოლიციელებს და იმ მოსამართლეებს და იმ პროკურორებს. აი დედას ვისაუბრეთ, ერთი ადამიანი ეგეთი მიმსგავსებული კი არა, ოდნავ მიახლოვებული ეგეთი არ მახსოვს, არ შემხედრია, ვინც ოდნავ მაინც რაღაცით წააგავს იმ ხატს, იდეალურ ხატს, როგორიც უნდა იყოს ეგ ადამიანი, რომელიც მაგ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს ასრულებს ალბათ. ადამიანების მომავალს და ცხოვრებას წყვეტს და განაგებს, წლობით უშვებს ციხეში და ასე შემდეგ. ერთი ადამიანი არ ყოფილა ეგეთი, მაგრამ თავის დროზე ალბათ მაგ მიდგომით მოვიდნენ და მაგ იდეალების სამსახურისთვის მოვიდნენ მაგ სამსახურში. უბრალოდ მე სისტემამ აიძულა ეგ ხალხი, რომ ეგ იდეალები დაეკიდებინა და ისე აი სისტემის სამსახურში ყოფილიყვნენ.
თორე არ წარმომიდგენია ეხლა ის მას ბავშვებს რომ ეკითხებიან ხოლმე რომ აი ვინ უნდა გამოხვიდე და ვინმე ბავშვი წერდეს რომ მე უნდა გამოვიდე პოლიციელი და უნდა ვიყო ცრუ მოწმე და ხალხი უნდა ჩაუყარო უნდა ნიღაბი მეკეთოს და გავავსო მარშრუტკები უნდა და ქუჩებიდან ვიტაცებდე ხალხს არ წარმომიდგენია ეგეთი რაღაცა და რომ ხედა რომ ვიღაცას კლავენ თემაში ვითომ ვერ ხედა ნუ უნდა გადავცე იგივე არის ზუსტად მოსამართლეებზე ზუსტად იგივეა მაგ ხალხსაც სისტემამ დაავიწყა ეგ იდეალები და ეგეთებად აქცია ეხლა როგორებიც არიან და ბატონო არ ამგონია მაგ გადაწყვეტილების წინაშე ყველა უდგებით ხოლმე მოვაწეროთ მაგას ხელი თუ არ მოვაწეროთ ეგ ხალხიც იდგნენ მაგ გადაწყვეტილების წინაშე და მოვაწერეს მე მაგას ხელი და სიგიჟეა რომ სიგიჟე კი არ არის ბოროტება აი პირდაპირი ბოროტება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ბოროტებაა რომ 18 და 19 წლის ახალგაზრდებს ციხეში უშვებდე და ცხოვრების ალბათ ყველაზე ლამაზ წლებს ართმევდე მარტო იმიტომ რომ ვიღაცამ დაგირეკა თუ ეგრე გადაწყვიტა სადღაც ვიღაცამ ზემოთ და მე რეიღებდე და მაგ გზით ნაშოვნი ლუკმა სახში მიქონდეს იგივე ასაკის შენშვილებთან რა სიგიჟეა წარმოიდგინეთ ყველგან აი ყველა სახელმწიფოში სადაც ნორმალური საზოგადოება ფუნქციონირებს სასამართლო არის ბოლო იმედია წარმოიდგინეთ რომ იცი რომ მთელი სამყარო რომ უსამართლოდ მოგექცეს წახვალ და სადღაც არის ადგილი სადაც შენ სიმართლეს დაიცავ მაგისგან უნდა გვაზღვევდეს სასამართლო და იგივე პოლიციელების ჩადენილი დანაშაულისგან უნდა გვაზღვევდეს თავის დანაშაულს კი არ უნდა ამატებდეს ზემოდან აი მაგიტოა მნიშვნელოვანი რომ ყველამ ხმა ამოვიღოთ ეს მოედნები გავავსოთ მაგიტოა მნიშვნელოვანი მაგასთან შეგუება უბრალოდ წარმოუდგენელია ხალხო მაგასთან შეგუება ყველას მოგწდება ვისაც ჯერ არ მიწვდა ყველას მიწვდება და ეგეთი სისტემის მხარდაჭერა აი დანაშაულსო თავი დავუნებოთ სახიფათოა აი რაციონალურადაც სახიფათოა იმიტომ რომ სასამართლო რას აკეთებს შეიძლება ერთი ადამიანი არ ყავდეს ნაპოვნი ამდენი დასახიჩრებულია ამდენი გაზში ამორჩვალი არის და ამდენი გატაცებული და ერთი ადამიანი არ ყავს ნაპოვნი დამნაშავე არა ყავს ის ხალხი ყავს ისევ ის ძვლებში დამტრეული ხალხი ყავს ისევ ციხეში გაშვებული იმიტომ რომ თავისშვილს ხო არ დასჯის აბა აი წეგან ვამბობდი რაციონალურადაც რომ შევხედოთ იმას თავი დავანებოთ რომ მართლა დანაშაულია ეგეთი სისტემის მხარდაჭერა უბრალოდ წარმოიდგინეთ სულ მართალი ხო ვერ იქნებია რა ხო ადამიანები ვართ არა ხო ჩვენი შეცდომები გვაქვს ჩვენი მინუსები და ჩვენი დემონები ყავს არა სულ მართალი ხო ვერ იქნებია ეგეთი ადამიანის და ეგეთი სისტემის გვერდით ყოფნა რომელიც სულ მართალია სახიფათოა აბა რა არის და სიმართლეთ უნდა მოვყიდონ ის რომ ამდენი ასობით თუ ათასობით ნაწამებმა ხალხმა თავისი თავი იწამა აი სულ რო შიში ხარ სულ რო რაღაც ის გეშინე სულ ამოწმებ რომ კარი ხო ჩაკეტინლია და სულ ბრახონს რო ელოდები ეგ ცხოვრებაა გამაგებინეთ არ არის ეგ ცხოვრება და ეგ რაც თავარია ის მშვიდობა არ არის ხალხო აი ეს ყურები რომ გამოგვიტენეთ ეგ მშვიდობა არ არის ეგ ომი არის შენი ხალხის და შენი ქვეყნის და შენი მომავლის წინააღმდეგ ომია მეტი არაფერი და მაგისგან რა გვიცავს სამართლიანობის განცდა ჩვენ უნდა გქონდეს ჯერ ერთი უნდა გქონდეს შეგრძნება რომ ჩვენი ხმა ისმის რომ რაღაცა ძალა აქვს მაგას რაღაცა ფასი აქვს რომ გამოდიხარ რაღაცას სადღაც ვიღაცას წოდება შენი ხმა მაგის შეგრძნება გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ასევე მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება რომ ვიღაც გიცავს ჩვენ არ უნდა გვიწევდეს იმაზე ფიქრი რომ სამართალდამცავებისგან სამართალს ვინ დაიცავს რა სიგიჟეა წარმოიდგინეთ ჩვენ რა თქმა უნდა მაგ განწყობით უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ
როკბილები დავისავთ ერთმანეთს და არ შევეგუებით არავის დაჩაგვრას, მაგრამ არ უნდა გვიწევდეს ეგ. არ უნდა გვიწევდეს თუ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ, ხალხო. იმიტომ რომ სახელმწიფოში სადაც მარტო ერთმანეთი ეიმედებათ ადამიანებს არ არის ის სახელმწიფო. სასამართლო იმიტომ დავიწყე ლაპარაკი, რომ სასამართლო აზღვევს მაგ ყველაფერს. ისეთი სასამართლო გჭირდება, რომელიც ყველას დასჯის, ვინც დამნაშავეა. ვისი შვილიც გინდა იყოს, ყველას დასჯის. და ისეთ ელემენტარულ რაღაცას ვითხოვთ, ისეთ საბაზისო რაღაცას ვითხოვთ, რომ შეუძლებელია უბრალოდ ეს ბრძოლა, რომ ჩვენი გამარჯვების გარეშე დასრულდეს. მაგას როგორ შეეგუება ამდენი ხალხი უბრალოდ? შეუძლებელია ამ ბრძოლას ვერ ეყოლება სხვა გამარჯვებული ჩვენი ქვეყნის გარდა. შანსი არ არის. ამიტომ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ რაც არ უნდა რთულად გვეჩვენებოდეს და რაც არ უნდა რთული მოწინააღმდეგე ყავდეს. ჯერ ისეთი სიმართლე გვიმაგრებს ზურგს და რომ შეუძლებელია ჩვენი გამარჯვების გარეშე დასრულდეს ეს ბრძოლა. და მაგის გარდა ყველა ძლიერ მოწინააღმდეგეს აქვს თავისი მინუსი, ყველას აბსოლუტურად და ხეებზე როგორც გინდა გიждდებოდი და რამდენი ხეც არ უნდა ჩამოზიდოს აფრიკიდან, იმ ხეზე მაინც ვერავა, ეგ ყველას უნდა ესმოდეს. ვერ ისწავლის მაგას. კარგი, მე მგონი ძალიან გამიგრძელდა უკვე ჩემი მეგობრების გამოსვლა, მაგის ნიშანი იყო, მოკლედ. საბოლოო გამარჯვებამდე გემშვიდობებით, იქამდე კიდე შეიძლება ხშირად შევხვდეთ ხოლმე. მადლობა, გაკოცეთ.